თან ფინალი, თან დამატებითი დრო, თან იაპონელთან, თან მძიმე წონა, ბოლო შეხვედრა. განსაკუთრებული ფასიც აქვს მოგებას, იმიტომ რომ იაპონელია. ისე დამღალა ფინალამდე. მეც გარეთ ჭიდაობდი ეს შიგნით რა ვიცოდი ისე. კი ეგრეა. მომგებივით წარმოსაჩენი მედალია. გაიხარეთ. მაგარი ყოფს ხარ შენ მართლა. აი ძალიან მოწონს მძიმე წონაში განსაკუთრებით რინერის ტასოების ჭიდაობა თუშიშვილი ძალიან მაგარი ტექნიკური ბიჭები არიან და წარმატებულები ვინც არიან ძალიან გახარებული ვარ რაღაც პატარა წვლილი მეც რომ მოხმედებული. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჯუდო ჭანოსთან, წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი და ჩვენი პოდკასტის ახალი ეპიზოდი. დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკთა შორის იოანე აბალაკი, თან მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიზილაშვილი. მოგესალმებით გიორგი, იოანე, დიდი მადლობა მოხვედით ჩვენთან. და დღეს ვისაუბრეთ რა თქმა უნდა იოანეს ძალიან მაგარ წარმატებაზე, ნაკრების წარმატებაზე. როგორ ახართ პირველ რიგში იოანე, როგორ გძნობ თავს? გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მოლოცვისთვის, კეთილისურილებისთვის. რა მშვენივრად ვარ. ცოტა მე მგონი დაისვენეთ ხო სოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ? ხო, დავისვენეთ, გადავხარშეთ. ყველაფერი კარგად არის და რავი, ახალი мотивაციით, ახალი ენერგიით ვიწყებთ ვარჯიშს. ძალიან კარგი. გიორგი, როგორ მოდი დავიწყოთ მაინც შეფასებით სოფლიო ჩემპიონატის, ხო? უკვე ესე იგი, ნუ თქვათ 6 медали, ხო, გავიხსენოთ შედეგები, 5-1, ხო? 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. 3 ბრინჯაო და გოგონების ბრინჯაო თუ დავუმატეთ 6. კი ბატონო. 6. კი, ნუ კეთის ამ შემთხვევაში კეთისგან ალბათ უფრო მეც ველოდი, თვითონაც ალბათ, ხო? კი, ევროპის ჩემპიონი იყო და ჩემპიონია მოქმედი და ამ შემდეგ, მაგრამ ნუ ამჯერად ხო, ესე იგი 1 ოქრო, აგერ ყავს ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, 1 ვერცხლი და ასევე 3 ბრინჯაო ბიჭებში და 1 გოგონებში და მოდი თქვენ შევაფასოთ სოფლიოს გუნდის გამოსვლა და შემდეგ უკვე იოანეს ძიმე ფლანგზე გადავერთოთ და თავადაც შევაფასებინოთ რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მივესალმებით ძიუდოს გულშემატკივარს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. გავიდა უკვე ერთი თვე მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ და ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, ავიღეთ 5 медали, 3 ბრინჯაოსი როგორც აღნიშნეთ, 2 ვერცხლის 1 ოქროსი და დამოუკიდებელ ფაზაში მძიმე წონაში იაპონელს მოვუგეთ ფინალი და იოანემ გვასახელა ჩვენ ფედერაცია და მთელი ქვეყანა და ავიღეთ ოქროს медали. ბოლო ჯამში რა ვიცი ეს თუ დავყოფ ნაწილებად რომ მივყვეთ დაგეგმილი იყო ჩემი შეხედულებით ოქროს медаლის შანსი ჰქონდა 91 კილოგრამში მომლაძე სავალალო ასე ვთქვათ მარცხნივანიცა და უზბეკთან იყო შანსი. მაგრამ მე იოანემ გაგვახარა მძიმე წონაში და ავიღეთ ოქროს медали და ოქროს медаლის გარეშე რო არ დავუბრუნდით პლუს ამას რამოდენი медаლიო დაემატა დამაკმაყოფილებელი გამოვიდა ბოლო ჯამში ჩვენი გამოსვლა. კი ბატონო, მოდით ბიჭები ჩამოვთვალოთ ხო ასევე კი ბატონო, медали აიღო ვასილ გამეზარდაშვილმა 63 კილოგრამში ხო. სხვათა ვასიკომ ყველა შეჯიბრი აიღო медали ევროპის ჩემპიონატზე, ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ვერცხლის медали აიღო გიორგი მომლაძემ 91 კილოგრამში, ამანაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ვერცხლის медали აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე აიღო მესამე ადგილი. ასევე კარგად იასპარეზა გიორგი ზურაბაშვილმა. ზურაბაშვილი ვერცხლის медалოსანი იყო ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე. მსოფლიო ჩემპიონატზეც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა რუს მეტოქესთან და შემდეგ ბრინჯაოს медалისთვის ბრაზილიელთან საჩვენებელი ლეგდებით გამოიჩინა თავი ასე ვთქვათ და მძიმე წონაში ორივე იყვნენ ამ წელს ლიდერები იოანე აბალაკიც და გიორგი ქარჩაიძეც. იოანეს მინდა გამოყო ის ფაქტი რომ დასაწყისში ცოტა შეუძლოთ იყო, ძალიან ისეთი ავადმყოფობა გადაიტანა და პირველ შეჯიბრებს ვერ შეხვდა ისეთ ოპტიმალურ ფორმაში როგორც საჭირო იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი
დააგვირგვინა ოქროს მედალი, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე და ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე ევროპის აიღო ორივეგან მედალი და ბოლოს დამაგვირგვინებულ ფაზაში გვასახელა ყველა და გაიმარჯვა და გახდა სოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. კი ბატონო და მოდი გადმოვიდეთ ახლა იოანესთან და ეხლა თავი ხო თავარ პერსონაჟზე გადავიდეთ. ხო რა თქმა უნდა და იოანი აი ესე იგი ყველა რთული ხუთივეში ხო ხუთი შეხვედრა იყო ხო ხუთი იჭიდავე და ხუთივე ნუ პირველი მე მგონი ნიდერლანდებთან ადვილად ისეთი შედარება და შემდეგი 4-ვე ჩვენ მე ვისაუბრეთ იქაც რომ აი ფაქტურად რო იტყვიან ხოლმე იმაზე გაიარე ხო დანის ხიძე ბეწვის ხიძე ხო დანის პირზე გაიარე და ყველა შეხვედრა იმ IGF-ის ანუ რუს მოწინააღმდეგესთანაც უზბეკთან იმ ჩეხთან ხო როგორ გახსოვს სოფლიო ჩემპიონატი მოდი ესე ვთქვა და მე შევიდეთ ციხრმეებში კი ბატონო რა მშვენიერი ტურნირი იყო კი სასიხარულო მოტანა ბულგარეთის სოფია სოფია ახსენოთ რომ სოფიაში ჩატარდა ხო ბულგარეთში მშვენიერი ტურნირი იყო, მშვენივრად დავამთავრე. ოქროს მედალის რომ მოიპოვებ, უკვე დამაკმაყოფილებელია რა, თუმცა თითოეული შეხვედრა იყო საკმაოდ რთული. ყველა მოწინააღმდეგე იყო ჩემი პოტენციური ძლიერი კონკურენტი და მათთან ხშირად მიწევს ჭიდაობა, ზოგთან წაგებული მქონდა და რევანში მქონდა ასაღები. მათ შორის მე მგონი იმ ჩეხთანაც კი რევანში მქონდა. შკოდასთან რევანში ავიღე და თავიდან დავიწყოთ, აი ესე იგი მოდი პირველი შეხვედრა ხო. დიდი ხანი არ მიჭიდავია, დაახლოებით 2 წუთი ვიჭიდავე მასთან, მაგრამ კარგი ბიჭია. ფიზიკურადაც, ტექნიკურადაც კარგი ბიჭია, შედეგებიც აქვს ევროპის თასებზე როგორც ვიცი. თუმცა შიდაცერით გავაკეთე იუკო როგორც მახსოვს და შევგვაჭე რა. შევგვაჭაზე დავიჭირე. მეორე შეხვედრაში რუსთან მქონდა შეხვედრა. დენის კულიგინი. კი. ევროპის ფინალისტია, ხო? მე მგონი კი. რამდენიმე ტურნირი აქვს წელს მოგებული და ერთ-ერთი ისეთი კონკურენტი იყო. მე მგონი თბილისში ფინალში მოგო კი. თბილისის ევროპის თასზე მას ვეჭიდავე და ნუ აქაც საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ფიზიკურად დატვირთული. და 2 გდებით მოვიგე, როგორც 2 გდებით მოვიგე. საწყის ეტაპზე რაღაც ჩემი შეცდომის გამო გდებას გავუში, როგორც მახსოვს. მაგრამ ნუ თავი წასვლის გამო არ მისცეს. ხო, არ მისცეს. მე მგონი ხო, რაღაც ეგრე. გადახედეს კამერები, გადახედეს მომents თავი წასვლა. მე მგონი თავიდან შეფას თავი წასვლა ისჭება. დიდებში და ახალგაზრდებში აღარ არის. აღარ არის. ჭაბუკებში დასჭადია, შიდოა და რო გადახედეს გააუქმეს და ასე ვთქვათ განულდა ისე თავიდან. კი, რა კი მაგას შევეხეთ, ანუ ვთქვათ მაგ წესზე რომ ჭაბუკებში ესე იგი კი ბატონო, ჭაბუკებში მოხსნა აღარ არის. აი მოხსნა იმ შემთხვევაში თუ ძალიან თუ წავიდა და საფრთხე შეუქმნა თლიან კისერს რა. კი. ნუ ეგ მოხსნეს და მე ოსოტო გარით დავახეთქე და შევგვაჭე. კი ბატონო. აი მე იყო ეს რო შემოატრიალე უზბეკთანაც და შკოდასთანაც, ანუ იქ მე მგონი გაუშვი ორივესთან გდება გაუშვი, ხო? ორივესთან გაუშვი, კი. ხო. უზბეკთან გდება გაუშვი, რაღაც შორიდან გადავედი ოსოტოზე და აღარ გამოვედი რა და დავეცი უკოზე, მაგრამ მაშინვე დავიჭირე შებოჭვაზე საბიზნიეროს და აღარც გაუშვი. და ჩეხთან ჩემ დაწყებული ლეზე გადავყევი ძალიან და შებოჭვაზე მოვყევი 5 წამი და იუკო მანდ გავუშვი. მე 2 გდებაც გავაკეთე. არ მომწეს ერთხელ თავი წავედი მე თვითონაც. ერთ გდებაში. შიდო მოგწეს მაგრამ. შიდო მომწეს და ბოლოს უკვე ვაზარი გავაკეთე ბოლო წამების ხო. ფათაშ შორის კოდასთან ერთი გდება შიგიდან დაიწყო გარეთ დააგდო, მაგრამ ჩათვალეს რომ გარეთ გასვლა იყო. მაგრამ მე ბოლო წამებზე 8 წამი დარჩენილი თუ რაღაცა კიდე დააგდო და მაინც ამოქაჩა ასე ვთქვათ შეხვედრა რა. ეგ უკვე იყო ნახევარფინალი ხო მართალია? ნახევარფინალი. კი. და ესე იგი და მივედით ფინალამდე რა იაპონელთან. კულმინაცია იყო ფინალი. ხო, ფინალამდე როგორ მოამზადეთ სამწნელო შემოდგენილობა. თავიდანაც ხო აღნიშნე რა ის მომენტი რომ მართლა წლის აი ბოლო ტურნირი დავამთავრეთ ჩეხეთში ვიყავით მგონი რაღაც სიცხეები მიცა გაციებული იყო და აი ეს მანამდე ევროპის ჩემპიონატამდე
ხო და მთელი ეს პერიოდი ეს ევროპის ჩემპიონატზე ციცხეებით იყო, მე ცოტა ბავშვთა ოლიმპიადაზე უკეთესად იყო და ძნელ პროცესი მომზადება გაიარა ძნელად, ასე ვთქვა და მსოფლიო ჩემპიონატის უკვე კარგად იყო. ზოგადად ისე დინჯი ხასიათის წესიერი ახალგაზრდა არის, რომ ისე უნდა მოყვანა, მობილიზება, ჩართულობის ის რა ქვია, ამაღლება და ამ ყველაფერს ხო უნდა ის რა ქვია, გადაცემა, რომ ჩვენ ახლა მოვიდით უკვე ახავარ სოფლიო ჩემპიონატი იწყება, უნდა განვეწყოთ, მზათავარ კი გეუბნება, მაგრამ ხო ხდები რომ უფრო მეტია გახურების კუთხით, ფსიქოლოგიური ნაწილი საჭირო, მაგრამ ერთი რაც მომეწონა, ყველა შეხვედრა დაწყებული ნიდერლანდიდან ცოტა უფრო ადვილი მოტექა იყო. დამთავრებული იაპონელამდე ყველა შეხვედრაში აგებდა თუ იგებდა, მე და ივანე შორის კონტაქტი არ გაწყვეტილა და სულ მქონდა იმის იმედი, რომ ადამიანი იყო მოტივირებული იმის, რომ იმ დროს ჩემპიონა გამხდარიყო. და ესეც მოხდა ღმერთის წყალობით და შკოდასთანაც აი ესეთი სიტუაცია იყო, რომ ვაგებდით შეხვედრას, მაგრამ 15 თუ 10 წამი იყო რომ შეხვედე ტაბლოს, რო წამოდგა ის ამას მეუბნები, რომ ფეხზე ვეღარ დგას კაცი მე უთხარი და უნდა გავუბედოთ, უნდა გავაკეთოთ და მივიდა და მართლა დააგდო თან შებოჭა. იაპონელთანაც დაღლილი იყო, ის იაპონელი ხო თქვენც ხო ნახეთ როგორი მოქმედა სწრაფი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ ტვინი არ გაეთიშა, გადავიდა მე დამატებით დროში და ჩვენი ბალეშიკობითაც, თავისი მონდომებითაც და ჟინითაც ბოლოს სასაიცური კომიაში ლამაზად დაამთავრა და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ძალიან მაგარი იყო ხო? და აი ეს მედალი აბა ვაჩვენოთ. ერთ მომენტში შემეშინა ძალიან ისეთი დაღლილი იყო, რო გავაკეთე, რო გვიყურებდა, მეთქი აღარ შეუძლია, მაგრამ ბოლო ჯამში ამ ქართული ჟინით და თავისი მონდომებით შეძლო და გახდა მსოფლიო ჩემპიონი. თან იაპონელს მოუგო, თან ძიმე წონაში დამაგვირგვინებელ ფაზაში და გაგვახარა ყველა. ხო, ცოტა აი ეს გდება ძალიან ისეთი გახდა იმ დღეებში, ხო? სუტრიალებდა ანუ სოციალებში, ხო? გადაჭედილი იყო, მაგრამ მართლა თქო ეფექტური იყო, თან მართლა როგორც აღნიშნეთ, ხო? თან ძალიან ლამაზიც გამოვიდა. ლამაზიც გამოვიდა, თან ფინალი, თან დამატებითი დრო, თან იაპონელთან, თან ძიმე წონა, ბოლო შეხვედრა. ვერამე კარგად დაიმთხვა და მოდი ივანე ფინალი როგორ იაპონელი ძალიან აქტიური იყო რა როგორ იყო იცი რომ მე მგონი გაფრთხილებებიც ორი შიდო ერთი დაგიგროვდა შენ ხო მაგ შეხვედრაში ხო ორი იყო ხო კი თავიდან რამოდენიმე შეტევა მე გავაკეთე და გააფრთხილეს მაგრამ მე რაღაც დაიწყო შეტევები ორი გაფრთხილება ამას მიწეს და კომენტატორს მახსოვს მიყავდა ვანდერგეს მე მგონი და კი ვანდერგეს მიკვირს მესამე გაფრთხილებას რატო არ აძლევენო რა თუნდაც ძიმეწონო იყო ვანდერგეს და აი მაგ დროს რომ მივიდა და თანამედროვე დაგდა აი არ უნდა მიეცა არ იყო მისაცემი თურმე კიდევ კაი არ მისცეს კიდევ კაი არ მისცეს ხო ვანდერგესტი ნუ პრიზიორია ოლიმპიური მსოფლიო ჩემპიონიც არის თუ არ ვცდები და მსოფლიო ჩემპიონიც არის კი ევროპის ჩემპიონი დიდი ძიმეწონაში კი ეხა იქ მუშაობს კი IGF-ს კომენტატორია ხან ნილა დამსთან ერთად და ზოგჯერ შელდუნთან ერთად მიყავს ხოლმე ტურნირები და ეხა სიტყვები მომხდა რა ინგლისურად რო ლაპარაკობდა მომხდა და ეთქი აი უნდა დალოდებოდი ცოტა ხანი და არ უნდა იჩქაროთ კი ნუ თან ვანდერგეს ძიმეწონები კიდევ უფრო მეტად აინტერესებს იმიტომ რომ თვითონ ძიმეწონა იყო და სპეციფიკა ყველაზე კარგად მაგანიც კი ბოლოსკენ მართლა გააქტიურდა რა იმიტომ რომ რამოდენიმე შეტევა გადამება და რაღაცა ხო აი ვაპირებ ხო გააქტიურდა და ნუ ბოლოს დავიჭირე მაგილეცე რა რაღაცნაირად უგრძნობდი თავიდან რომ გამოვიდოდა რა იმიტომ რომ წონასწორობა გადაქონდა წინა მხარეს და გამოვიდა ღმერთს მადლობა გამოვიდა სხვადასხვა ბიჭები ხუმრობდნენ ჩვენები ეს რამოდენიმე შეხვედრა ეს დაძაბულო გაიარა არ არსებობს შანსი ეს დღეს სოფლიო ჩემპიონი გახდება ამას საკება არ უწევი ეს პატარა წონები და მართლა ესე აგიხდეს ყველაფერი გახდა სოფლიო ჩემპიონი ისე იაპონელთან აქამდე ნუ ესეთ დონეზე არა მაგრამ ხო არ იყავი იაპონელთან სარმე შეხვედრა ან იაპონელთან ჭიდაობა როგორია ეს არა პირველად შეხვდი იაპონელს ხო პირველად ჭიდავი არც კემპზე არც ვარჯიშზე არის სარმე ჭიდავია იაპონელთან ევროპის თასებზე ეგენი შედარებით ჩამოდიან იაპონიაში ამათი ასაკი არ ყოლია ჯერ და ფაქტობრივად პირველი შეხვედრა იყო რა აი როგორ იტყვი განსხვავებული არის იაპონელთან, ნუ რა თქმა უნდა არის თავისთავად ხო, მაგრამ აი მაინც სტილი უფრო აი
დგომი აქვს ისეთი რა, ხელებში თავიდანვე, ხო? და ფეხებშიც ისე დგანან, რომ ძნელია დააგდო, რაღაც გაუკეთო, წონასწორობა დააკარგვინო და ასე შემდეგ რა, ძნელია უფრო მათი დაგდები. ძიუდო მაგათია. ნუ ახლა თან არიღლებიან არასოდეს. კი ბატონო. ხო. ამ კაიტოს მე მგონი დებიუტი ქონდა, იმიტომ რომ მეც რომ მე ვუყურებდი სხვა, ნუ კი ახლა ამ სოფლიოზე ახალ დებიუტი იმიტომ გამოსწორდა, რომ მაგათ ფაქტიურად ჭაბუკებში იშვიათად დადიან. ხო. საერთაშორისო ტურნირებზე შიდა ჩემპიონატები აქ თავობა და იქიდან მოყავთ პირდაპირ. მით უმეტეს ჩვენ არ ხვდებიან, იმიტომ რომ ჩვენ იაპონიაში ჭაბუკები იშვიათად დაყავს, ევროპაში გვეწევს ერთადად სიარული და აქედან გამომდინარე, აი გადაკვეთა ხდება ხოლმე სოფლიო ჩემპიონატზე. უფრო ხშირად ჭაბუკების ასაკში და დიდებში მაინც გრანდსლემებია და ახალგაზრდების რაღაც ტურნირები ავსტრიაში და იქ ჩამოდიან და ჭაბუკებში უფრო ნაკლებად. ხო, ევროპელებთან უფრო შეხვედრილის ხარ და თან როგორც თქვი, რამდენიმესთან რევანშიც აიღე და მაგრამ აი რა სიტყვი იაპონელთან გამარჯვება კიდე უფრო დამატებითი ის არის ხო რაღაცნაირი მუხტი და აი ფასი თქოს უწევს შენ აი ამ ძალიან მაგარ ოქროს მედალს ხო იაპონელთან და რა თქმა უნდა ნუ ახლა იაპონელი რო ქვია ძიუდოს მათეული ისტორიიდან გამომდინარე უკვე ესეთი წარმატებულები რო არიან მოლოდინის იზრდება მოწინააღმდეგეზე რომ კარგად იქნება მომზადებული ფინალშიც გამოვიდა და ძლიერი ბიჭი იქნება და განსაკუთრებულად მოტივირებულიც ვარ და განსაკუთრებული ფასიც აქვს მოგებას იმიტომ რომ ნუ იაპონელია აი სიხარულის წამები ემოციები ესენი ალბათ მთელი ცხოვრება გემოსება აი როგორ მოგებაზე ძალიან ემოციურობა არ მჩვევია ხოლმე რა ზოგადად მაგრამ ნუ ახლა ეს პირველად იაპონელებს გაუხარ მაგ ხო ისინიც არ გამოხატავენ ხო გამარჯვებაზე ძალიან იშვიათად რომ გამოხატონ და მათ კი შენც ესეთი ბოლოს აი არც გააკონტროლებ ხო დაყვირება თუ რაღაც ჟესტიკულაცია იყო კი ძალიან ემოციური იყო ძალიან სასიხარულო იყო ნამდვილად მე ძალიან ბევრი გამოხმაურება ქონდა შენ გამარჯვებას ვიდეოებსაც იმიტომ რომ მაინც მძიმე წონას კიდევ უფრო მეტი დატვირთვავს ხო აი რას დამაგვირგვინებელია ყველა ძლიერი ხარ რა მძიმე წონასე გამოდის სხვა წონებსაც ერევი და იქ კიდე შენ პირად კონკურენტებსაც უნდა მოერიო ასე ხო კვარცბეკი ჰიმნი საქართველოს ჰიმნი დაჯილდოებული თან დავამატებ იაპონელთან მოგება ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის არის мотиваცია მომავალში რომ შენ შეძელი და ყველა ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლის ძიუდოში მოერიე ესე იგი თავშიც მეტი წმენდა მოგდის და სამომავლოდ ფსიქოლოგიათაც დამოუკიდებელი ფაქტორი იქნება ივანესთვისაც და ვინც იაპონელს მოუგებს სამწუხარო მარცხი განვიცადეთ იაპონელთან ნახევარფინალში თუ გახსოვს გამეზარდაშვილმა რო წააგო ხო ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო იქაც ჰქონდა შანსი ძალიან ცოტა დაგვაკლდა და სამწუხაროდ ბოლოს იაპონელმა იმარჯვა მაგრამ ბოლო ჯამში ძიმე წონაში ჩვენ გავიმარჯვეთ და გავხდით სოფლიო ჩემპიონები კიდე ერთხელ აღნიშნავ და სამომავლოდ ყველა ვარიანტში წაადგება ივანესეს თავის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა. ამ სპორტსმენთან მე რაღაცის ხო არ ქონია თან თვითონ მოგილოცა ალბათ ან რაღაც ურთიერთობაში ხო არ შეხვდით ისაუბრეთ. ზოგადად ძალიან თბილად განწყობილები ვართ ერთმანეთისადმი ყოველთვის ნუ ამ კონკრეტულ წელს რა. მეგობრობთ ერთმანეთში წარმატებებს უსურვებთ და ასე შემდეგ და მომილოცა მოვიდა ხელი ჩამომართვა ჩამეხუტა თბილად. გადაიცემა გამოხატა. კი. ეგენი არ ეშლებათ მაგათ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხა კიდე იც აი მოდი შენ ფაქტურად ნუ ეხლა გამოჩდი ესე ხო დიდასპარეზე ხო ასე თქვა ხო ხა გასაგებია ხა ასაკიდან გამომდინარეც და ისედაც ხო გულშემატკივრა მე ხა გნახა ესე დიდ არენაზე ნუ კი ის თბილისის ევროპის თუ გორში თუ თბილისში იყო ეს ევროპის თასი ხო კი მაგრამ ხა ამ ხელა მასშტაბზე და უცებ ესე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო შენ შესახებ რომ საქართველოში უკვე გაიზარდა და იზრდება კიდევ შენი სახით ძალიან მაგარი მძიმე წონოსანი სპორტსმენი ხო ივანი აბალაკი. მოდი შენ თავზე მოგვიყევი. ძიუდო როგორ დაიწყე, როგორც ვიცი, გორის სკოლის წარმომადგენელი ხარ, ხო იქ ხართ და მოდი შენ თავზე გითხარ, შენ თავზე მოგვიყევი, როგორ დაიწყე? კი ბატონო, 8 წლის ასაკში მამა მიმიყვანა ძიუდოზე. მალხაზ ავაზნელთან, კლუბი გორი ჯვარი, გორში არის ასეთი კლუბი, ნუ 8 წლის ასაკიდან ეს მახმასობთან ერთად მოვდივარ, მისი გაზრდილი ვარ და ნელ-ნელა აი უკვე შეჯიბრებებიც რო დაგვეწყო ეს კონკურენცია საქართველოს მასშტაბით უკვე
წამოვიდა ჩემგანაც ინტერესი ძიუდოზე, ვარჯიში, რაღაც ინდივიდუალური ვარჯიშებიც და ნელ-ნელა შემიყვარდა, რაღაცნაირად დამოკიდებულებაც გამიჩნდა ძიუდოზე და მოვედი აქამდე რა. გენიურად. მადლობა მოხმოსწორებულსაც, ხო? უღრმესი კი, იმიტომ რომ რა მოხმოსწორებულს. მოვიკითხოთ ჩვენ აქედანაც და ახლა ავაზნელი. სათავშორის ჩართულია მონდომებული მწვრთნელია და ძალიან ჩართულია. ძალიან ნერვიულობდა, გვირეკავდა. მე ამას არ ვეუბნებოდი, მაგრამ მირეკავდა და ჩემს წარმატებაში უდიდესი ღვაწლი აქვს მოხმოსწორებელს ნამდვილად. აი, ჩემი მეორე მამასავით არის მართლა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. კი ბატონო, ხო, ნერვიულობა ძალიან ალბათ. ხო, ვინ არის ნერვიულობა? მირეკავდა და ეხლა ამას არ ვეუბნებოდი მეთქი რომ ამაზე არ გადავიდეს ეს ნერვიულობა, მაგრამ მე მოვიგეთ ბოლო ჯამში თუ დაურეკო ვეღარ ლაპარაკობ და ხმა არ ქონდა საერთოდ და მე მგონი პირველი მსოფლიო ჩემპიონი ყავს, ხო? კი, პირველი. თავად მას როგორც კი, როგორც მსოფლიო ხორი კლუბია თინაძეების. დიახ, ხო, გორში, ხო. იქ ხარიან ბევრი თინაძეებში უნივერსიტეტში ჩემპიონი. რა თქმა უნდა, კი. ეს შედარებით ახალი გახსნილი კლუბია, ასე ვთქვათ, დაახლოებით 10 წლის. და ნუ ევროპის ჩემპიონი ტერაშვილი ყავს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი არ არის. ფინალში სხვა იყო ერთხელ მსოფლიოს ფინალში იყო იაპონელთან წააგო. ჭაბუკებზეა ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში. რასაც ქვია მსოფლიო ჩემპიონი, მაკლუბიდან პირველია იოანე. ეგეც აღსანიშნავი ფაქტია ერთგვარად. ესე თქვენი კლუბიდან პირველი მსოფლიო ჩემპიონი ხარ. კი. ეგრე. ორამხელა ამბავი არის და ალბათ ნუ ყველა მოგილოცა ხო? კი, აბა რა. გორში რო დაბრუნდი მე იქიდან რა ხდებოდა რა ამბები იყო? ნაუ ყველა გახარებული ბედნიერი იყო. იმედებს ამყარებენ ჩემზე, ნუ ეს რა თქმა უნდა ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობა, დამატებითი мотиваციაა და რთულია რომ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში გაგრძელო ვარჯიში, იმიტომ რომ მეც თხოვ საკუთარ თავსას და მეც ითხოვს ყველა რა თქმა უნდა. აბა რა, მე მახსოვს კიდე აეროპორტში რომ ჩამოვედით, ოჯახის წევრები იყვნენ ხო? მშობლები, შენი და ჩემი და ხო, ნუ ჩემი და რაღაც ძალიან ყველაზე დიდი შემოთკივარი ალბათ ჩემი და რა, იმიტომ რომ ყოველთვის ჩართულია, ყველაფერი იცის, ყველაფერშია და ნუ ყოველთვის ჩემი იმედია რა. ყველანაირ სფეროში, არა მარტო სპორტში. და რა ვიცი, შეგოლებიც დამხვდნენ, კი, კარგი იყო ძალიან. დახვედ რაც ეს ემოციების გაზიარება მშვენიერი იყო. ხო, ამ დროს ემოციები განსაკუთრებული არის, ხო? მაინც ბრუნდები, ოჯახის წევრები ხვდებიან, მეგობრები, ახლობლები. კი, ძალიან სასიხარულოა, რომ შენთვის საყვარელ ადამიანებს ესე ახარებ და ესეთ ბედნიერს ხედავ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მოდი, ახლანდელი ამბები რა შეიძლება ითქვას? ეხლა ცოტა ხანი ისვენებ, გასაგებია, ხო? ანუ კი, ჯერჯერობით შეჯიბრი როგორც ვიცი არ არის არაფერი, არც მაგი მე უფრო ხო, მასშტაბით, ჩავერთოთ საუბარში, ხო? ძნელთა შტაბი. ჯერჯერობით ვარჯიში რა, ძირითადად ვარჯიში და მომზადება სამომავლოდ ახალგაზრდებისთვის. ხო, ანუ ეს ასაკი დაიხურა, ხო? შეიძლება ითქვას უკვე. ახალგაზრდებში გადავიდა ასაკი დამთავრდა, ხო, იმიტომ რომ 18 წლამდე სპორტსმენებს შეუძლიათ ამ ასაკში გამოსვლა, ხო? 18 წლამდე და შენ უკვე ახალგაზრდები იწყება, ხო? მე მომავალ ოლიმპიადა რო ახსენე, იქ თუ მოუწია, რა ასაკი იქნება, ნახოთ არ ვიცი და თუ დაიმსახურებს გუნდში ყოფნას, შეიძლება იქაც წავიდეს. ესე იგი, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ 4 წელს შეერთულ ტარდება, როგორც დიდი ოლიმპიადა ისე ტარდება და мотиваციას მეტი ექნება თითოეულ სპორტსმენს, ვისაც იქ მოხვდეს, ასე ვთქვათ, შანსი ექნება და თუ ამის ასაკი შესაბამისად მოვიდა, ერთ-ერთი კონკურენტი ალბათ ივანე იქნება. იქ წასვლის. დიახ, ვახსენოთ, რომ შემდეგ წელს არის ოლიმპიური თამაშები, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ქვია. Youth Olympic Games ესე ქვია, ხო? თან ახლა წინა არ ჩატარდა, ხო? ანუ ბუენოს-აირესის შემდეგ არ ჩატარებულა. არ ჩატარებულა. უნდა ყოფილიყო სენეგალში 20-ს ერთი წლით გაზარდეს ასაკი და ახლა როგორ იქნება წელს არ ვიცი. ეხა იქნება ისევ სენეგალში. ისევ სენეგალში. უბრალოდ იქნება, უბრალოდ ხო. შეიძლება ჩვენ არ ვიცი კოტები როგორ იქნება, ხო ალბათ მაგას იძახიან რაღაც წონები და დაამატონ. ბოლო ინფორმაცია არ არის ჯერ დადებული, საბოლოო ასე ვთქვათ ინფორმაცია და ალბათ წლის ბოლოს ან წლის 26 წლის დასაწყისში გაირკვევა ყველაფერი და მაგით შევხედავთ. მოდი რა კი ბუენოს-აირესი ვახსენეთ. ხო არ გავიხსენოთ პირველი. გავიხსენოთ. ოლიმპიური თამაშები ბუენოს-აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იქ ვიყავით. მეც გახლდით ჩემი ამპლუით ასე ვთქვათ და ილია სულამანიძე ფინალი დავთვლით მაშინ.
კაზახთან სხვადასხვა 8 თუ 9 წუთი იჭიდავეს, თითქმის მოგებული შეხვედრა დაუთმეთ, მაგრამ ფინალში გავიდა, იმის შემდეგ ილიას სულამანიძე ხა ვინ არის, რას წარმოადგენს და რა შედეგებზე მივიდა, ყველას კარგად მოგვხსენება. და აქედან მოვიკითხოთ ილიას და ყველა მოვიკითხოთ, კი. დიდი ძიუდოისტი. კი, მაშინ ილიას მეს პირველად მაშინ ნახე ხა ბუენოს-აირესში. 17 წლის იყო მაშინ. კი, ფოტოებიც გვაქვს გადაღებული ერთად და ამ შემდეგ და ეხა ის ყაზახი სხვადასხვა 100 კილოში იჭიდაო მაშინ და 100 კილო იყო, ხო. ზაახლოებით 92-93 კილო იყო თვითონ რა რეალურად. ხო, ესე ჩვენ მაგრამ ჩემ მეგონი კიდე უფრო უკანად შეგვილია წავიდეთ. ანუ ჩვენ რო გავიხსენოთ ჭაბუკთა ასაკის სოფლიო ჩემპიონები. მოდე ჩილეში წავიდეთ 2007 კიდე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები ეხეთ. კი. ანუ ესე იგი 2017-ში იყო სანტიაგო გახდა პირველად 73 კილოს სხვადასხვა ნიშანდობლივია სოფლიო ჩემპიონი რო გახდა იაპონელს მოუგო ლაშამაც ფინალი კი ბატონო და პირველად მაშინ გუნდურში მოუგეთ იაპონიის ნაკრებს ეგ რა მაგარი შერეულ გუნდურში თან 4 წონა იყო 4 ხალი იყო 4 კაცი ხო მე მგონი 4-4 დამთავრდა და იქ ბაზარების რაოდენობით მოიგო საქართველოს ნაკრებმა მაგარი იყო მანდი იყო აი ბახბახაშვილის ეს მაგარი გდებები ბახბახაშვილი იყო კაპანაძე ლუკა მაიღო მეორე ლუკა კაპანაძე ხო ლაშა მოიგო გუნდურში მესამე ავიღეთ მე მგონი სოფო სომხიშვილს ჰქონდა სოფო მაიღო მეორე თუ ვერცხლი ჰქონდა ხო და მარიამ ჭანტურიას მქონი ბრინჯაო კი აი ხა გამახსენდა ხო დატვირთული ის შორეული მგზავრობა კი იყო მაგრამ კი სანტიაგო ჩილე. თქვენ იქიდან მოყვებით ამ ასაკს 16-დან მოყვებით ჭაბუკთან ასაკს. დამთავრდა შემოდგომას მოვედი მთავარწილად და იქიდან დღემდე მე. რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ხო? იქიდან მოყოლებული. მანამდე ვიყავი დამხმარებელი ცირეკიძეს სტილს ვიყავი გუჯეჯიანთანაც. მე 2016 წლის შემდეგ უკვე მთავარწილის რანგში ვარ ჭაბუკებში. კი ბატონო და ხო. ბევრმა თაობამ გაიარა. ხო. ჩემ თვალთახედის არეში ასე ვთქვათ და რა ვიცი წარმატებულები ვინც არიან ძალიან გახარებული ვარ რაღაც პატარა წვლილი მეც რომ მოგმირებული რა თქმა უნდა ხო გავუსვენეთ ჩვენ ეგ სანტიაგო გავუსვენეთ ბუენოს-აირესი გავუსვენეთ მე იყო 19-ში ქართული ფინალი ძიმეწონაში ის დემეტრაშვილი და ტატიაშვილი ხო მაშინაც მესამე ადგილს ავიღეთ ფაჩიაშვილმა აიღო პატარა წონაში კი ბატონო ხო მაგის მერე იყო ძალიან მაგარი მსოფლიო ჩემპიონატი ბოსნიაში იყო კი იყო ბოსნიაში 20-22 მაშინ ავიღეთ 6 მედალი საბაშვილმა აიღო 15-ში კი მე მგონი სამადაშვილმა მოიგო ქარელმა მოიგო ორი ოქრო იყო ხო ორი მოიგო პატარა წონებში იყო ოქროები აი ჯავახიშვილი ლუკამ აიღო ლუკა მაშინ გამოჩნდა ხო მაგასაკში ხო მაშინ გამოჩნდა კი ლომისაშვილმა აიღო კიდე ძალიან ბევრი მედალი იყო რა ხო ანუ ყოველ კადეტთა ჩემპიონატზე მსოფლიოზე საქართველოს ეთი ზაგრებში იყო მე მგონი ზაგრებში 6 მედალი აიღოთ უბრალოდ ოქრო არ იყო ბევრი ფინალი იყო მახსოვს ოქრო კიდე ქართულოს გვიყვარს და ოქრო რო არ არის შედეგად აღარ მაგრამ არ გვახსოვს თუმცა 6 მედალი იყო ფინალი სამადაშვილმა წააგო ფინალი რამდენიმე ვერცხლი იყო რაღაც ისე ბახტაძემ წააგო ფინალი ნუ ბრინჯაოებიც იყო მაგრამ ოქრო რო არ იყო ნაკლებად გაპიოდა ერთმა გდებამ სულ გადაფარა ამდენი მედლები ანუ წინაზე პერუში კაი შორს ვიყავით მაშინ. ხო, მაშინ გიორგიევიშვილი ჩემპიონი გახდა შარშან. გიორგიევიშვილი 62 კილოგრამში და იქაც იყო. ძიმეწონაში მესამე აიღო იმან, რაბარი, კორეელმა ძიმეწონა. ხო. კობალაძე. ხო? კი. კობალაძე, ხო. თუ ერთ გუნდელები ხო არა ხართ ძლევი ჯვარში? გუნდელები არ ვართ ის თენაძესთან და ისმეავაზნელთან. ხო. მეგობრები არიან გუნდულები. გადადიან დარბაზებში ერთმანეთთან. ხო, თქმა უნდა, კი. ხო და რაგი პერო ვახსენეთ, ეხლა წასულია იქ ჩვენი ახალგაზრდული დიდი წარმატება და უსურვოთ. ევროპის ჩემპიონატზე სამგრინჯაო ავიღეთ და ეხლა აღმერთის წყალობით კარგად არიან მომზადებულები, ჯერ კიდე გზაში არიან, გვეშინ ველაპარაკე ირაკლი ცირეკიძეს თავარწნელს. დიახ. და გუნდი კაი ფორმაშია და ველოდებით მედლებს და რაც შეიძლება მეტ ოქროს მედალს. კი, ესე იგი ლიმაში იქნება სოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 5-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით და 8-ში გუნდური. მაგრამ გუნდურში მე მგონი ამჯერად ვერ გამოვიდა. გოგოები არ არის. რაღაც ვერ იყო ესეთი თაობა და ხო, თუმცა მარტო ვიღებთ პირატში ამ შემთხვევაში. თუმცა 10 კაცი ყავს რომელიღაც წონა გამოტოვებულია. და გუნდი ზოგადად მომზადებულია, მოტივირებულია და ჩვენ აქედან გულშემატკივრობის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდებიც ისევ გაგვახარებენ, როგორც ივანემ გაგვახარა. ღმერთი მათგან. რა თქმა უნდა. და ესე იგი, რამდენის გავიხსენეთ ეს ამბები, ხო და ეს იყო პროექტები, ხო, 2020. კი ბატონო. 2024, 2028-ს მე მგონი დაწყებული არის და. ნუ აი ცოტა მაგაზეც თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ. ხო, რა თქმა უნდა, ანუ 2028-ს დაწყებულია, ხო? ნუ ეხლა ეს ახალგაზრდების სოფლიო ჩემპიონატი მორჩება. ნუ ვისარგებლო შემთხვევით და ფედერაციას დიდ მადლობას მოვუხდი განსაკუთრებით დავით ქეუხიშვილს, იმიტომ რომ სპორტული კუთხით მაქსიმალურად ჩართულია და მოტივირებულია. დიახ. 20-20 ჩართული იყო 20-24-შიც და 20-28-შიც ეხლა ფიქრობ, ჯერ არ არის ბოლომდე გავლილი, რაღაც პროექტის გაკეთებას აპირებს, არ დავლაპარაკები ვარ მეც. ალბათ რაღაც გუნდი შეიქმნება, ივანა ეს შედეგიანი ბავშვების და პლუს ახალგაზრდებიდან რაღაცა კონტინგენტი დაემატება და ვარჯიშებს დავიწყებთ. ზუსტად რა ფორმით როგორ მეც არ ვიცი რომ არ ტყუილი არ გამომივიდეს, მაგრამ რაღაცა 20-28-სთან თანხwebdriverში ზადებას დავიწყებთ და რაც მეტი ახალგაზრდა შეძლებს 20-28-ში მოხვედრას, მით უფრო მეტი და мотиваცია და მონდომებაც იმისა, რომ ჩვენ თნელებმა ახალგაზრდები გამოვზარდოთ ისინი ვინც ოლიმპიადაზე თავს მოიხვედრებენ, ძალიან კარგი. აი სარდალაშვილის მაგალითი 20-28-ში სოფლიო ჩემპიონი გახდა 20-24-დან, ოლიმპიადაზე ცოტა დააყდა იქ იყავი შენ და 20-20-ის თაობა ხო საერთოდ რა ვიცი ყველაფერი ასე ვთქვათ დაიპყრეს რა ოლიმპიური ჩემპიონები, სოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და რაც უფრო მეტი мотиваცია გვექნება და მიუბაძავთ ამათ უფროს თაობას, კარგი იქნება თქვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. აბა რა. მთლიანობაში ანუ სულ აი გულშემატკივარს ვაინტერესებს ხოლმე როგორი თაობა მოდის ეხა ხო ფაქტია. ახლა მთლიანობაში რომ ვიმსჯელოთ თქვენ ჩართული ხართ მაგასაკში და ევროპის ჩემპიონატზე ავიღეთ 6 медали, ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე ავიღეთ 6 медали და სოფლიო ჩემპიონატზე ავიღეთ 5 медали. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გუნდი, რომელ გუნდთანაც მუშაობა შეიძლება თან პატარა წოდიდან მარტო ცოტა გაგვიჭირდა 50 და 55 კილოში. დანარჩენი 60-ში медали ქონდა, 66-ში медали ქონდა, 13-ში медали ქონდა, 91-ში, 90-ში და მძიმეში. ანუ ყველა წონაში ასე თუ ისე არის მასალა იმისა, რომ იმუშაო ამ ბავშვებთან, ამ მომავალ ახალგაზრდებთან და იფიქრო დიდ წარმატებაზე ევროპის ჩემპიონატი იქნება, სოფლიო ჩემპიონატი იქნება, ოლიმპიური თამაშები. ესენი ახლა გადადიან ახალგაზრდებში, ხო მომავალ წლებში გახდებიან კონკურენტები იმ ხალხის, ვინც ახალგაზრდებში რჩება. პლუს მაგას თუ რამე პროექტს მოვიფიქრებთ და დაწყებული გვაქვს და თუ რაღაც მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი იქნება და სანამ ახალგაზრდების საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება, იქამდე დრო არის დიდი, დარჩენილია სადღაც 4-5 თვე. ეს 4-5 თვე რო არ იყოს ესე ჩავარდნილი და უფრო მოტივირებული იყვნენ. ეს პროექტი ზუსტად მაგიტოა საჭირო. დიახ. დაიწყონ ვარჯიში და რაღაც კონკრეტული გეგმით მივყვეთ ნაბიჯ და მზად ვიყოთ საქართველოს ჩემპიონატისთვისაც და ოფიციალური შეჯიბრებისთვისაც. ივანე, ასე რომ წინ ეხა რამდენი რამე გელის, ხო? აბა რა. ეხლა იწყებს ჯერ ეს არის პირველი ნაბიჯები. თუმცა აი ძალიან მაგარია, რომ ესე იგი პირველივე ნაბიჯებზე უკვე წარმატების ასე ვთქვათ გემოს ხო ასე ვამბობთ ხოლმე ხო სპორტსმენები თქვენ უკვე იცით და უკვე რომ გაიგებ იმ უფრო სხვანაირად ხო იმ სოფლიო ჩემპიონობით აი კმაყოფილება დიდად არა უფრო მეტად პასუხისმგებლობა გამიჩნდა მეტი და მოთხოვნილება საკუთარ თავისგან რა რომ მეტი მომეთხოვება მეტი ვარჯიში მომეთხოვება და მეტი შედეგის მომეთხოვება და კი ძალიან მოტივირებული და მომართული ვარ გამარჯვებებისკენ სამომავლოდ. პრინციპში ეს ახლა ჭაბუკები არის დასაწყისი დიდი სპორტისა. თუ დიდი სპორტი გინდა, აქედან იწყება ანიბანი, რო ვთქვათ. თან უკვე ახალგაზრდები გამზადებს კიდე რაღაცისთვის და ბოლო ჯამში დიდი სპორტსმენი თუ გინდა გერქოს, დიდებში უნდა გააკეთოს შედეგი. ეს არ არის ჭანო და აქედან გამომდინარე ივანე მოტივირებულია. ჩვენც თუნდები ამის გვერდში ვართ, არა მარტო ამის თლიანი იმ გუნდის მინდა გამოყო მომლაძემ ძალიან კარგად იჭიდავა წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და ფინალი იჭიდავა. ბრინჯაოს მედალი აიღო, ვასო ძალიან კარგად იჭიდავა გამეზარდაშვილმა, ქარჩაიძემ კარგად იჭიდავა, ვახომას კარგად იჭიდავა ჭიაბერაშვილმა, იჩხიტიძეც ფინალისტია ევროპის და რამოდენიმე ესეთი ბავშვი არის და ახლობით 7-8 ბავშვი ვისაც ორიენტაციის აღება და მუშაობა შეიძლება რა. აი იქით გოგოებს ყოველშორის გოგოებმაც სხვათა შორის ქეთო ევროპის ჩემპიონატია და მინდა ვისარგებლოს გვიჩიანი ძალიან კარგად მუშაობს გოგოებში.
ჩართულია მაქსიმალურად დღე-დაღამე დარბაზშია რო იტყვიან და რაღაც თაობაც გამოჩნდა ისეთი თაობა, ვინც შეიძლება ახლა ვიღაცებმა медаლი ვერ აიღეს რაღაც წონებში, მაგრამ ისე აღარ არის რომ პირველ შეხვედრას რო აგებდნენ ადრე გოგოები და არა, აღარ თან ახლა ზოგი აი ხო უყურებს სოფლიოზე, ზოგმა медаლის იჭიდავა, ზოგმა სამი შეხვედრა მოიგო. ხო, იმას დროშის დროშის მოჭიდავებს მოუგეს. და რაღაც გუნდი შეიკრა ისეთი რომელ გუნდთანაც ერთადაც მე სამოვლოდ მიქს ტიმშიც კი. დასაყრდენი გოგოების კუთხით გვეყოლება. კი და თქვა რომ კეთი რობაქიძემ ბრინჯაოს медаლი აიღო. სოფლიოზე ბრინჯაოს медаლი აიღო და ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა წელს. ხო სწორია. ევროპის ჩემპიონი გახდა, იქაც რაღაც შეცდომა მოუვიდა ჩოგჯენში, რომ ფიქრობ სოფლიო ჩემპიონის შანსი სოფიაში. ქონდა. კი, სოფიაში, სოფლიო ჩემპიონატზე ქონდა შანსი კეთოს. პოლონელ გოგოსთან. მაგას მოუგო ევროპის ჩემპიონატზე და ეხლა წააგო სანკაკუ, ეგრეთ წოდებული სანკაკუთი ჩოგჯენში. ხო, ასე რომ წინ ივანე კიდე საინტერესოა რა იცი, აი უშუალოდ ხა ბევრი ახალგაზრდა ალბათ სთვის უკვე შეიძლება ითქვას რომ შენ ბევრი სხვანაირად შეგხედავს უკვე ხო სოფლიო ჩემპიონი ხარ მისაბაძი სპორტსმენად ყალიბდები უკვე ხო ამ პერიოდში უკვე და თქვა იცი რა არის მაინც საინტერესოა შენი ძიუდოსში შენი ხედვა როგორია და უფრო როგორი სტილის ძიმეწონები ან შეიძლება სხვა სპორტსმენები მოგწონს ან ვის გამოყოფთი ვის ვინმე ხო არ არის შენთვის ფავორიტი გამორჩეული სპორტსმენი ძიუდოისტი ჯუდოკა თუნდაც ქართველი თუნდაც უცხოელი ხო ძიუდო შეგილია ძიუდო ძალიან კლასიკური სპორტია ხო და უფრო მეტად არის ტექნიკურ მხარეზე ვიდრე ფიზიკურ რა თქმა უნდა ფიზიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ იმ ფიზიკურ მხარეს როგორ გამოიყენებ ან ფიზიკას რა დაუხმოქნილი გზა ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომაც ნუ უფრო მეტად ჩემთვის საინტერესო ტექნიკური მოჭიდავეების ყურება არის ხოლმე რა აი ძალიან მომწონს მძიმე წონაში განსაკუთრებით რინერის ტასოების ჭიდაობა თუშიშვილი ძალიან მაგარი ტექნიკური ბიჭები არიან და ნუ ძალიან ბევრს სწავლობ მათგან რა ნუ ძიუდოც ყურებით ვისწავლეთ ხო დიდი სპორტსმენების და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი კი. ნუ შეიძლება ისე მოხდეს რომ უახლოეს პერიოდში უკვე ახლოს იყო იმ დონესთან რომ мотивация ეგ არის ხო რა რომ შეიძლება გადაეყარო კიდეც ახლა მათ ცოტა ხან რამდენიმე წელი ცოტა ხანში ასე ვთქვა რა. რა თქმა უნდა კი. ხო. ანუ რინერი უკვე იქით არის ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ ლოს-ანჯელესს აპირებს თვითონ მე მგონი. რა დაიწერა მეში მიდის ახლა. ეხა მე მგონი მექსიკაში აპირებს გვადალახარაში გამოსვლა. ანუ ეგ ნიშნავს რომ ამასაკში მაინც ფიქრობს რომ კიდე ეგეც ერთგვარი мотивация ახლა აბარა კონკურენცია კარგია. მოდუნების საშუალებას არ გაძლევს ხო? რა თქმა უნდა. და გზრდის მაქსიმალურად იმ შიდა კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია აი საქართველოშიც ყველა წონაში ძალიან დიდი კონკურენციაა და რავი ჩემი აზრით მაგიტომაც ვართ ესეთი ძლიერები რა. ძიმეს გარდა იმისა რომ ძალიან ხასიათი ჭიდაობა გვიყვარს და გელოგი ბრუნდება ზალიშვილი. ნახეს ფოტოშორის ხო ესპანეთის რაღაც თასი მალაგას თასია მე მგონი ევროპის თასი გამოვა კი ხო და ამიტომ ესეთი მოწინააღმდეგეები ყავს ჯერ შიგნით საქართველოში რომ შეიძლება ბევრი თუ არ ვივარჯიშეთ დიდი ბრძოლებია კონკურენციას ვერ გაუწევთ და თუ ვივარჯიშეთ კი ძალიან ადვილად გადავლახოთ ყველა ბარიერს რაც დაგვხდება წინ რა თქმა უნდა კი ბატონო დაუშვით აი შენი ჩვეულებრივი დღე როგორია აი უკვე მსოფლიო ჩემპიონი ხარ ჭაბუკებში და თქვათ აი უფრო რეჟიმი ხა უფრო მეტს მოსთხოვს შენ თავს და თქვათ როგორია შენი ჩვეულებრივი დღე იღვიძებ ვიღვიძებ ადრე ვიღვიძებ დილით ადრე კი ცოტა უჭირს მაგრამ მაინც იღვიძებს ხო ნუ ძილი გვიყვარს რომელია ადრე რა ალბათ 8-7 საათი რა 7 საათი მაგარია 8 მაგარი ყოფს ხარ შენ მარტო იღვიძებ ნუ მარტო შეკრებაზე იღვიძებ სახში თუ მასე იღვიძებ ესე ხო ნუ ვცდილობ მომზადების ფაზაში ვცდილობ რომ მაქსიმალურად ადრე გავუღვიძო და ვივარჯიშო კი რა ნუ მე გეუბნებით ანუ რეჟიმის ფარგლებში როგორ ვიღვიძებ ხო ნუ დილით ვარჯიში ინდივიდუალურად გარეთ ნუ სირბილი იქნება თუაც პიზარია დგას გავაკეთებ და ნუ შემდეგ დარბაზში ტატამზე ვარჯიში უმეტესწილად და საღამოთი ხანდახან ფიზიკურ ვარჯიშს ვაკეთებ ხოლმე შტანგაზე. გორში ხდება ეს ყველაფერი თქვენს კლუბში, ხო სწორია? კი. ხო. შეკრებაზე არის ძირითადად. შეკრებაზე ნაკრები გასაგებია, ხო. ხო.
თუმცა წინა სეზონი ძალიან დატვირთული იყო, თითქმის უშეკრებები და შეჯიბრები ჰქონდა. ეს სეზონი. წინა სეზონი ხო ეს სეზონი. ხო, ამ წელს გულისხმობ. სეზონში სამი ოფიციალური შეჯიბრი იყო და ძალიან ხშირად ვართ შეკრებებზე და ფაქტობრივად სახლში არ ვართ, რომ რაც განსაკუთრებული რეჟიმი გავაკეთოთ ინდივიდუალურად. ისეთი პერიოდი ქონდა, რომ ფაქტობრივად სახლში მიდიოდა 2-3 დღე ამოისუნთქებდა და ისო შეკრება იწყებოდა, ამოისუნთქებდა, მერე შეჯიბრი იწყებოდა. ხო, ნუ ამის ალბათ კონკურენციაში იყო, თან უნდა მომზადებული იყო და კი. ურაჯამში კარგად დაგვირგვინდა ეს წელი და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. სამომავლოც ხო, აი დაუშვათ გითხარი მეტი რა. აი რისი თქმა შეიძლება გეგმებზე ჩვენ ინტერვიუს ჩავწერეთ, მაშინ გასულს უცებ იქ სწრაფად მაგდროს ემოციებიც ისეთია რა. კარგად მახსოვს კი. ხო და ხო, მოვახსენე. პოტენციალი ზოგადად ძალიან დიდია, როდესაც კონკურენციას რო თავი დავანებოთ, შიდა კონკურენციას გულისხმობ, ძალიან კარგი მწვრთნელები არიან თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში რა, პროფესიონალები და აი მაქსიმალურად ჩართულები არიან და მოტივირებული იმისკენ, რომ გაგამარჯვებინონ, მაქსიმალურად შეგიყვანონ ოპტიმალურ ფორმაში და დიდი მადლობა ამისთვის თითოეულ მასწავლებელს, გიორგი მასწავლებელს, ლექსო მასწავლებელს. ლექსოს მადლობა მოუხადოთ სხვათაშორის. გადაუხადოთ. ორი ოლიმპიური ჩემპიონის პირადი მწვრთნელია, პლუს ჩვენ ერთად მუშაობთ მედალებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მიდგომა, ფსიქოლოგიური თუ ტაქტიკური ვარჯიშების მხრივ ყველანაირად არის შეკრული გუნდი და ეს ყველაფერი ისეთ ატმოსფეროს და ისეთ პოზიტიურ ენერგიას ქმნის ნაკრებში, რომ აი შეუძლებელია, რომ იქ რაღაც იზარმაცო თუ რაღაც მაგდაგვარი არასასარგებლო. კი, ლექსს ფინალზე მე მგონი ლექს მე ვთხარ მე ვერ შევალ მეთქი, აღარა მაქვს ნერვები. ისე დამღალა ფინალამდე. იმ მეც გარეთ ჭიდაობდი ეს შიგნით რა ვიცოდი ისე. ხო, კი ეგრეა. ვთქვა და მე ვთხარი ლექსო ჩაივიცე ხა შენ შავ კოსტუმი. გარედან შიგნით მაინც გამომაგდებენ, არ მაყვირებენ და გარედან უფრო კარგად უბალეში კებს ხო და. ო, ნუ აი ამ ემოციებს რო ხედავ, ესეთი მოტივირებული რო არიან, რომ გაიმარჯვო მასწავლებლები, ბიჭები, დარბაზში, გულშემატკივარი, ნუ საკუთარ თავს უფლებასაც აღარ აძლევ, რომ მაქსიმუმად არის პროფესიონალია, როგორც პირად მწვრთნელის კუთხით, ისე ნაკრების მწვრთნელი, მართლა ერთ-ერთი თითისაჩვენებელი მწვრთნელია დღესდღეობით საქართველოს ძიუდოში, ჩემი აზრით. კი, ნამდვილად. ნამდვილად ეგრეა. რა თქმა უნდა, ესე იგი, ნუ აი ამ მედლის ფასი ძალიან ისეთია, ხო? ხა ამის ბრძოლა. ფოტოშუს ძალიან ლამაზი მედალია მომეწონა. ხანდახან არის ხოლმე, რომ არ არის ესეთი ეფექტური, მაგრამ შვენიერია. მომგებივით წარმოსაჩენი მედალია. გაიხარეთ. ხო და რა თქმა უნდა, გულშემატკივარი კიდე მომავალში და როგორც შენი ასევე სხვა ბიჭების გოგოებიდან, ხო? გოგოების გულშემატკივარი ძალიან მაგრები ყავს. მაგარი გოგოები ეგენ დაახლოებით წელიწად ნახევარში კიდე უფრო სერიოზულ დიდ შედეგებს დაელოდება გულშემატკივარი ამის აღნიშნვა გვინდა, თქმა გვინდა და წერანაც ხო გითხარი შენი თვალითაც ხო ნახე რა. ისე ძლიერი კონკურენტები გაიარეს პირველივე შეხვედრებში, არავინ არ ელოდა, მაგრამ ფაქტია რომ მომზადება ეტყობათ. ეხლა სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ის, რომ იაპონელია ჩამოყვანილი გოგო. აი სხვათა შორის ხო ეგ მაინტერესებდა, მეც კი მითხრა გიორგი და ის გიორგი ჩენდეს იაპონელი გოგო სახელი ბუდიშ არ მახსოვს. აქ არის საქართველოს აქ ცხოვრობს გუნთან არის. და ეხმარება გიორგის და ამ განხმ გოგოების და სპეციფიკურია ქალბატონია ჩამოსული და ჩოგჯენში, დგომში, ტაქტიკური ჭიდაობა, ფიზიკური მომზადება, იაპონური კუთხე შემოიტანეს ასე ვთქვა და ფედერაციას მადლობა მაგისტრის. ისე ძალიან დათოს და გიორგის რაღაცა ძალიან კარგი ჩვენ მაგ თემას კიდე მივიწყებთ. შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს რომ მოეწვიათ ეს გოგო და იმედია ესეც დადებითად წაადგება გოგონათან აკრებს. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ეს ძიუდო, აი მოდი თავისუფალ დროს ძიუდოდან ხანდახან უნდა დავისვენო კიდეც ხა ძიუდოდან. აი მართალია. როგორც კონცეფი ისე ტვინიც მართალია აქ არის, მაგრამ ცოტა ხანი შეგვიძლია ამაზეს. ხო, მაგრამ ხო საჭიროა მართლა სულ ხანდახან ხო განტვირთვა, ამით უმეტეს ასეთ წარმატების შემდეგ. რობოტების ერა მოდის ვიძახენ და სანამ მოვა ცოტა ფსიქოლოგიურად. ხო. თუ არ დაისვენო. აი თავისუფალ დროს გადაიტვირთები.
კი ბატონო, რაღაც ისევ სპორტს ხო არ თუ აი ეს ინტერესები საინტერესო არის მაგალითად ხო რაღაცა სხვა. აი ზეგან ახსენეთ ამერუ თუ ზღვაზეც ყოფილა დაუსვენია. ამინდები მოგეწონაო ისე რაო. ცურვა მიყვარს ტენისის თამაში, მაგიდისაც და ისეც. დიდი ჩოგბურთიც ხო? კი, ჩოგბურთი ძალიან მიყვარს. ბილიარდის თამაში მიყვარს. და ნუ თხილამურებზე ვგიჟდები კიდე ძალიან. ესეთ თხილამურები ხო? დგომა იცი? კი, როგორ არა. ვიცი. არ არის ძნელი, მე რაღაცა ვერ. რა ბავშვობიდან დგავარ და მართლა ბავშვობიდან ხო ვისწავლე რა. ნაუ მიყვარს რა. ალბათ ნუ გუდაური ბაკურიანი კი შვენიერი მთები გვაქვს, შვენიერი სასრიალო კურორტები გვაქვს რო ჩვენ ყველაზე მაგარი ქვეყანა გვაქვს. კი ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი რელიეფი გვაქვს და ყველაფრის საშუალებას გვაძლევს რა. თავს გვაქვს და ნუ ახლა უდავნოც კი გვაქვს. უდავნოც გვაქვს კი. ტატამი ხო გვაქვს და გვაქვს. ტატამია. კი კაც. ტატამი ხოთაშვილის გამრავლ და ბევრი კლუბები გაიხსნა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში და უფრო გეოგრაფია იზრდება ძიუდოსი და იმიტომაც არის შედეგები რომ არის და კარგია ძალიან. იოანე მოდი აი ბოლო ასე ვთქვათ ამ გადაცემაში ხო მაინც შენ რა სიტყოდი გულშემატკივ ვარს რა შეგიძლია დაპირდე იმიტომ რომ იცი რა არის ბევრი აი ხარ უყურებთ იგივე კომენტარები ანუ ესე წარმატებას მზად უნდა იყო კიდეც ამისთვის რომ უფრო მეტად ის ხარ უფრო ეხა ბევრს დაინტერესებს შენი შემდეგი ნაბიჯები როგორი იქნება დაგაკვირდებიან ტურნირებზე წინ რა იქნება როგორი იქნება და რა შეგიძლია დაპირდე გულშემატკივარს? გულშემატკივარს დავპირდები, თავდაუზო გავვარჯიშ და მაქსიმალურ ბრძოლას ტურნირებზე რა. დამწუხნელს, თავის წყალობით. მწუხნელებს. ყველას აბსოლუტურად. ნუ ესენის გულშემატკივრები არიან. კი. ყველა იგულისხმება, ანუ მაქსიმალურად ბრძოლას და მაქსიმალურ ვარჯიშს დავპირდები და ნუ ღმერთის წყალობით ალბათ იქნება შედეგებიც რა. შრომ მოვყოლთ არჩევლის არასოდეს აბარა კი. დილას გაგვიძება თავიდანვე ნიჭი გვაქვს ფაქტია სოფლიო ჩემპიონი ისე ვერავინ ვერ ხდება და ამას შრომას და თავდადებას თუ დავამატებ სოფლიო ჩემპიონები გავხდებით უკვე ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ფაქტობრივად ბოლო წლებში ანუ ფაქტობრივად არ გადის ხო წელი ისე რომ ერთი ეს ჩავარდა მქონდა იმაში წინ ჩემპიონი ხორვატია რო ხო დანარჩენი ნუ თუმცა ახალგაზრდულიც ჭაბუკებია სულ რო გავაერთი სოფლიო ჩემპიონას შევკრიბოთ ხო რა ანუ დიდებში აგერ 2000 დიდებში ორჯერ ავიღოთ 2 ოქრო. ხო, 18-დან აღარ არის ჩავარდა. ანუ ოქროზია საუბარი, ხო? თუშიშვილი რაც გახდა სოფლიო ჩემპიონი 18-ში, კი, იქიდან მოყოლებული სულ არის, ანუ წელი არ ჩავარდნილა თორე. პატარა ისენი იყო ხოლმე. აი 15-ში იყო მე მგონი ჭირკიშვილის შემდეგ. პატარა ისენი ხო? გრიგალამ ხო სამგზის არის წარმოუდგენელი. ქართული ფინალი გვაქვს 90-ში და 90-ში ქართული ფინალი. აქ თან ორი ოლიმპიადა კიდე ზემოდან და კი, ორი ოლიმპიადა. ამაყები ვართ მაგკუთხით ძიუდო განაპირობებს და ეხლა თამასა იმ ხელაზე ასული, იმ ხელა მოთხოვნები აქვს უკვე გულშემატკივარს რომ კი ბატონო. მინჯაოს და ვერცხლის medali აღარ არის საკმარის ოქროს თუ არ გამოერია მე უკვე. იოანე ესე იგი შენ რო უკვე მაქით უკვე ხო ხედავ რამხელა კი. მოლოდინი არის და მოთხოვნა. ანუ ასეთი შედეგი როა საქართველოში ხო უკვე იაპონიასაც აღარ უყურებ ისე რაღაც შეუძლებელი მეტოქეთ იმიტომ რომ არანაკლები შედეგი გვაქვს საქართველოში აგერ იაპონიას მოუგეთ ხო გუნდურში და მსოფლიო ჩემპიონების გავხდით ევროპის ჩემპიონების გავხდით და მომტკიცეთ რომ საუკეთესოები ბატონო ჩვენ ახალგაზრდობაში ჩვენზე მაგარი არავინ არ არის რა ერთი медаლიც რო იყო ხოლმე მაშინ დიდი აი სიტყვაზე გიორგი რევაზიშვილი ან ვაზაკაშვილი იღებდა ხოლმე მე ზიადაური დაემატა ცირეკიძე და ნესტორ ხერგიანი ესე იყო ხოლმე რა. ერთი ან ორი медаლი გავიღო სოფლიო ჩემპიონატზე. ნუ ევროპაზე იყო. აი ოქრო ძალიან ჭირდა. ცირეკა მაიღო 2007-ში პირველად 2009-ის შემდეგ. ხო, ესე იგი ცირეკიძემდე წვეტა იყო 2009. ძალიან დიდი წვეტა იყო. 1999 წლიდან 2007. აი ტოტეკაშვილი რო გახდა და და მე რო დაიწყო უკვე ჭრიკიშვილმა ფაქტობრივად რამდენი ოქროს медаლი ავიღეთ უკვე კიდევ სოფლიო ჩემპიონატში ძალიან გამოიწვია. ჩამოთოს გაჭირდება უკვე იმდენია. მართლა გაჭირდება, ხო? ოლიმპიური ჩემპიონებიც. ორივე ლაშა 3 ოლიმპიური медаლი და ძალიან მაღლა აიწია მოთხოვნა. ხალხის მხრიდან რომ
თუ რა იყო ოქროს медали, სოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა აღარ აინტერესებთ. გთხოვენ უკვე რომ რა ხამ შეგვაჩვია შენ ოქროს медалს, ვალდებული ხარ რომ კიდე მოგუტანო შენ ქვეყანას. დანარჩენი უკვე ფედერაციაზე და მწვრთნელთა შტაბზეა დამოკიდებული და სპორტსმენებზე როგორ მომამზადებ და როგორ იქნები მოტივირებული ნებისმიერი შეჯიბრების, განსაკუთრებულად ოფიციალური შეჯიბრებიც და მომავალ წელს აღსანიშნავია რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ტარდება საკუთარ კედლებში აპრილის თვეში. დიდებში და საინტერესო წელი გვაქვს. აუ, შემდგომ წელს კი ბევრი ანუ გრანსლემი. ხო, გრანსლემი, ევროპის ჩემპიონატი, თან მალმალევია, ხო, ევროპის თასი დიდებში, ჭაბუკებში. ხო, იქ პარაძიუდოსაც თავისი მიმართულებით წამოიღო, ხო. სადაც ასევე ასპარეზობენ ჩვენი მეგობრები და ოჯახზე. ხო, და ცალკე რა თქმა უნდა უსურვოთ მათაც წარმატება და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენ ესე დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი და მე შემდეგის თუ დაგვრჩეს ჯობია რომ შემდეგისთვის და ეხლა სადაც მიფრინავ წარმატებას გისურვებ. მადლობა. და გაძლება სამხილა ფრენა რო გიწევს და ჩვენ მადლობას მოგიხდი გიორგი რომ ჩვენ გვერდში ხარ აქ. მადლობა. როგორც საქართველოში ისე იქ სადაც ჩამოდივარ და როგორც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობ ყოველთვის გულანთებული ამ პოდკასტებს აკეთებ და უფრო მეტ პოპულარიზაციას უწევ ქართულ სპორტს და ქართულ ძიუდოს თქვენს გუნდთან ერთად და ეხლა სადაც მიდიხარ აგზეც მიდიხარ ოქროს მედლის გარეშე არ დაბრუნდე. პერუში მივდივართ, მე რე იქ ვჩებით გრან-პრიზე. გრან-პრიზე. გრან-პრიდან მთავრდებოდა, გრან-პრიდან მივდივართ მექსიკაში, გვადალახარას გრან-პრიზე და იქ კიდე მექსიკაში გადავიდა. კი, აი რენერი შეიძლება იქ ვნახოთ. მოგცეს ღმერთმა გაძლება. წარმატებული. დიდი მადლობა თქვენ, მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმრები იყვნენ მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებს შორის მძიმე წონაში იოანე აბალაკი და ნაკრების მწვრთნელი ამ ასაკობრივ კატეგორიაში გიორგი ყიზილაშვილი.